და მთავარი იოგაში არის ის, რომ იპოვნო საკუთარი ადგილი და თავი, ისე, რომ არ შეხვიდე კონკურენციაში, რადგანაც შენ გაქვს შენი გზა ამ მიმართულებით და ვერავის ვერ შეეჯიბრები, რადგან შენი გზა იოგაში აბსოლუტურად შენზე არის, შენზე ყვები აქ ისტორიას, შენი სხეულით, შენი გონებით, შენი გააზრებებით და ეს კვლევა და ძიება გრძელდება მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ არც ერთი პრაქტიკა არასოდეს არ არის ერთნაირი, იდენტური, რაც არ უნდა ვთქვათ გაწერილი სერიებით ვარჯიშობდეთ. ყველა პრაქტიკა ყოველთვის განსხვავებულია და შენი პირადი გამოცდილებაა. თითქოს რუტინაში ხარ, მაგრამ ეს რუტინაც სხვადასხვანაირად გავლენინებს საკუთარ თავს, გაცნობს საკუთარ თავს. როდესაც მატზე დგები, შეგრძნება არის, რომ თითქოს ახალ სივრცეში შეაბიჯე, სადაც არ გჭირდება იყო ვიღაც, არ გჭირდება გაიჯიბრო ვინმეს, არაფერს არ ამტკიცებ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ჟინიც შეიძლება გქონდეს ადამიანს. იოგაში სპორტული ჟინი, ასე ვთქვათ, კონკურენციაში არ შეგიყვანს. თუ შეჯიბრში მიდიხარ, შენ კარგავ ძირითად არსს, არ ეჯიბრები, არ იტყუები, არ ირგებ როლებს, აღიარებ თუ და იღებ მიმღებლობა იზრდება, იღებ იმას, რომ შეიძლება რაღაც მომენტში რომელიმე ასანა ვერ შესრულდეს, რაღაც მომენტში შენი სხეული არ მოყვება, თუმცა წინა დღეს ჩვეულებრივად მოყვებოდა. ანუ იღებ იმას, რომ არ ხარ რობოტი და ხარ რეალური ცოცხალი არსება თავისი პროცესებით და შენ თავს აძლევ უფლებას, რომ იყო თუნდაც არაიდეალური ვერსია საკუთარი თავის. მეც და ზოგადად ხშირად ეს კოუჩების საყვარელი ფრაზაა მგონი, რომ გააკეთე ყველაფერი, რომ შექმნე შენი თავის საუკეთესო ვერსია. ანუ კი ბატონო, საუკეთესო ვერსია კარგია, მაგრამ რეალურად აი ამ გარბენაში გვეკარგება ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ვკარგავთ საკუთარი თავის მიმღებლობას მაშინ, როცა საუკეთესოები არ ვართ და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პერფექციონიზმისკენ სერიოზული მიდრეკილება, იდეალიზმისკენ და ასე ვთქვათ, კარგი ბიჭის ან კარგი გოგოს სინდრომით არიან, მათთვის ცეცხლზე ნავთის დასხმას გავს გახდი შენი თავის უკეთესი ვერსია, იმიტომ რომ ისედაც მთელი ცხოვრება აი ამ ბრბოლაში არიან და საკუთარ თავთანაც კონკურენციაში შესვლა არის ფაქტიურად მსგავსი სხვებთან კონკურენციის. ანუ არც საკუთარ თავს არ უნდა გაეჯიბრო ადამიანი. რეალურად აი ამ გააზრებებამდე ბევრი უნდა იცხოვრო, ბევრი უნდა გეტკინოს, ბევრჯერ არ უნდა მიიღო შენი თავი და მერე ხვდები, რომ ისევე როგორც შენ კარგ ვერსიას, ასევე შენს ჭალებში და ცუდ ვერსიასაც ისევე აქვს შენ ცხოვრებაში ადგილი, როგორც ვთქვათ, იქნებოდი კარგი მისაღები, ანუ შენ თუ არ ხარ სხვებისთვის მისაღები, არ ნიშნავს იმას, რომ უფუნქციო ხარ, არავინ არ ხარ. იმიტომ რომ საკუთარი თავის სიყვარული აი ამ ცუდი ნაწილების მიღებით იწყება. ძალიან შორს რო არ გადავიდე, ისევ იოგაში რომ დავბრუნდე, ზუსტად აი თითქოს ზოგი ადამიანი ვერ იწყებს იოგას, ვარჯიშს იმის გამო, რომ არის რაღაც მომენტები, როცა ვერ იღებ მარცხს. ზოგი ელოდება, რომ იყოს სასურველი რაღაც კონკრეტულ წონაზე, ზოგი ელოდება, რომ აი მოქნილი არ ვარ და იოგაში ვერ შევალ, ვერ დავიწყებ, გამხდარი არ ვარ, ვთქვათ,
კიდევ რა შეიძლება გქონდეთ, არ მაქვს იმდენი დრო, რომ დავუთმო სათანადოდ და ასე შემდეგ. ანუ უამრავი მიზეზი არის. ზუსტად აქაც აი საკუთარი სხეულის მიუღებლობა, საკუთარი სურვილების მიუღებლობა, არ ვარ მშვიდი, რომ იოგა დავიწყო, ესეც მომენტია. რეალურად არანაირ მოცემულობა არ გჭირდება იოგას დასაწყებად, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა არჩიო ადამიანი, რომელიც ამ გზაზე გაგიწყება ინსტრუქტორის სახით და დადგე მატზე და დაიწყო. დაიწყო ყველანაირი მოლოდინების გარეშე. შეიძლება ვერ გააკეთო, შეიძლება გაგიჭირდეს, შეიძლება შუაში გაჩერდე. შეიძლება შენთვის შავასანაში წყოლა აუტანელი იყოს და 10 წამზე მეტი ვერ გაჩერდე და წამოხტე. შეიძლება სუნთქვები დაგავიწყდეს, შესაძლებელი არის რომ იფიქრო რომ ვერც ერთ ასანას ვერ გააკეთებ იმის გამო რომ შენ ხარ ჩაკეტილი ვთქვათ, ხარ მოუქნელი ბჭყალებში და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ყოველ დაბრუნებაზე, პრაქტიკასთან დაბრუნებაზე ასევე შეიძლება მიატოვო. შეიძლება აიღო რამდენიმე თვიანი, წლიანი პაუზა, აღარ გააგრძელო, მაგრამ თუ შენ ერთხელ მაინც გაგრძნობინებს იოგა ამ შინაგან თავისუფლებას და თუ შენ მოხვდები არა ისეთ გარემოში, სადაც განგსჯიან, არამედ ისეთ გარემოში, სადაც მხარს დაჭერას მიიღებ, ყოველ ჯერზე მოგინდება, რომ იქ დაბრუნდე და ზუსტად აი ამ, ასე ვთქვათ, ჩავარდნებით და ამ ჩავარდნების მიღებით ნელა-ნელა გააგრძელო გზა ზუსტად შენ თავის საუკეთესო ვერსიისკენ, მაგრამ ეს საუკეთესო ვერსია არ არის რაღაცა მწვერვალზე არდევს, რომლისკენაც მივდივართ და მივდივართ, არ არის ეგრე. ეს საუკეთესო ვერსია არის ყველგან. აი ეს ჩალაგებულია და ყოველ აი თითქოს გადავდივართ და ეს არის პროცესი. და ეს საუკეთესო ვერსია არ გამორიცხავს ჩვენ უარეს ვერსიას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება საერთოდ არაფერი არ მინდოდეს და ეგეც ოკეი არის. ანუ აი ეს კოუჩინგი, ეს მოწოდება, პოზიტიური მოწოდებები და აი ეს მომენტები, რომ აუ მიდი შენ შეძლებ, შენ ყველაფერი გამოგივა რაღაც და რაღაც მომენტში ადამიანი სადაც სულს აძრობს საკუთარ თავს, განსაკუთრებით პერფექციონისტებზე მაქვს საუბარი, რომ რაღაც იდეალური, კარგი, განსაკუთრებული, საუკეთესო იყოს და აი ეს კიდე მიდი და რისთვის მინდა ეს მიდი, როცა მე ჩემ უარეს ვერსიას მთელი ცხოვრება უარყოფ და ჩემში არის რაღაც გაბრაზებული ნაწილი, რომელიც მიკაკუნებს და ანუ ეს აგრესია მიჩნდება მე ყველაფრის და ყველას მიმართ. ამიტომაც იოგა, რატომ იოგა და რატომ არა ვთქვათ, ჩემი გადმოსახედით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი აქტივობა ირჩევს ადამიანი. თანამედროვე პროპაგანდას არ ვუწყევ ახლა. უბრალოდ ჩემი გადმოსახედით, რატომ იოგა? იმიტომ რომ თითქოს მთელი ცხოვრებისეული გამოცდილება, ანუ წლების განმავლობაში ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი გააზრება მომდის და ვთქვათ 3 წლის წინ ჩემი მასწავლებელი, რასაც მეუბნებოდა, ეხლა ვხვდები, რას გულისხმობდა, როცა გამოცდილებაში შევედი. და მაშინ თითქოს მხოლოდ სიტყვები იყო და იოგას გზაზე ხვდები აი ამ თუნდაც ილუზიებისგან გათავისუფლება, აი ზუსტად აი ამ გზაზე მოდის. ვთქვათ, იოგას გზაზე შევხვდი იმ ადამიანებს, ვთქვათ, რომლებიც ფსიქოლოგიურადაც დამეხმარნენ ამ ილუზიებისგან გათავისუფლებაში. და ეს გზა არის თითქოს ის გზა, რომელშიც შენი რაღაც ნაწილი არის ფიქსირებული, სტაბილური და უფრო მეტი მიმღებლობით მიდიხარ, უფრო და უფრო მეტად გახსნას ახერხებ და არავის არც ფიზიკური ფორმით, არც მოქნილობით, არც ვთქვათ სმარტ აზროვნებით
სიჭკვიანით და ესეთი მახასი კრიტერიუმებით არავის არაფერს არ უმტკიცებ, არ ეჯიბრები და ყოველ ჯერზე შენ თავში ბრუნდები. იოგაზე როცა მეკითხებიან ხოლმე, რომ რა სიტყვა იოგას შესახებ, რატომ უნდა დავიწყო, რა უპირატესობები აქვს, არის შაბლონი, რომელსაც ეუბნები ადამიანს, თქვათ, ზურგის ტკივილი გაგიulis, წილი მოგიწესრიგდება, ნერვული სისტემა დამშვიდდება, მაგრამ რეალურად რო გაიგო იოგა რას მოგიტანს და რა სარგებელი აქვს, უბრალოდ უნდა ადგე, მიხვიდე და ივარჯიშო. ვერანაირი ლექციები იმას ვერ შეგაგრძნობინებს, რაც შეგრძნებაც ვარჯიშის მერე მოდის. და ეხლა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, აქტიურად ვრცელდება იოგას ვარჯიშების სწავლება. რა თქმა უნდა, აქ მე არ გულისხმობ არანაირ რელიგიურ მიმდევრობას. და უფრო მეტ ადამიანს ეძლევა შანსი, რომ ამ გზაზე დადგეს და შეიგრძნოს თავისი თავის საუკეთესო ვერსიაც და თავისი თავის ის ვერსია, რომლისთვისაც თვალის გასწორება უჭირდა ამდენი ხნის განმავლობაში. მე გისურვებთ, რომ თქვენი განვითარების გზაზე ერთ-ერთ ინსტრუმენტად იოგა აგერჩიოთ. და ბედნიერ დღეს გისურვებთ ასევე.